ვიყოფები პატარა ესპანურ კაფეში, სადაც დილის საუზმე ყავა კრუასანთან ერთად დანიშნა 2 ევრომდე. თუ უფრო ნოყიერ საუზმეს და საფუძვლიან დანაკლებას გეგმავთ, ამ შემთხვევაში სენდვიჩის ფასი მერყეობს 2-დან 5 ევრომდე. მოდით ახლა გავიხსენოთ საქართველოში კაფე, სადაც 5-7 ლარად დანაკლება შევძლებთ. ვერახობთ. ძალიან რთულია ამ ქალაქში სეირნობა მოგბეზრდეს, მაგრამ აშკარად ვგრძნობ, რომ უკვე დღეებს ვითვლი. საქართველოში გაფრენამდე 2 დღე რჩება. ბარსელონა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი ევროპაში. თუმცა ახლოს ვერ მოვა თბილისის ფასებთან. მე თქვენთან ერთად შემოვიდი აქაურ სუპერმარკეტებს, შევალ სავაჭრო ცენტრებში და გაჩვენებთ ფასებს. და შემდეგ თქვენ თვითონ განსაზღვრეთ თქვენი შემოსავლით აქ უფრო მარტივად შეძლებდით ცხოვრებას თუ საქართველოში. ოღონდ ევროს ლარში ნუ გადაიყვანთ, რადგან აქ 100 ევროდ გაცილებით მეტი რაღაცის ყიდვა შეიძლება, ვიდრე თბილისში 100 ლარად. აი მაგალითად მე მქონია შემთხვევა, როდესაც დამიხარჯა 100 ლარი, სახლში მომიტანია ერთი პატარა ცელოფნის პარკი და მქონია განცდა, რომ ფული დავკარგე და რეალურად არაფერი არ ვიყიდე. ხომდა რამდენიმე კვირის წინ 260 ლარი რომ გადავიხადე 2-3 დღის პროდუქტში. ნახოთ აქ რა ხდება. იოგურტების ნაკრები 10 ცალია და ღირს ევრო და 29 ცენტი. და მოვედით რძის სექციაში. ეს არის ლიტრანახევრიანი რძის ბოთლი, რომელიც ღირს ევრო და 82 ცენტი. თუ აიღებთ მთელს შეკვრას, რომელშიც არის 6 ცალი ლიტრანახევრიანი ბოთლი, ამ შემთხვევაში მოგიწევთ 10 ევროს და 92 ცენტის გადახდა. და სხვათა შორის შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ აბსოლუტურად, რომ არავითარ შემთხვევაში ეს კინტლნაჭამი ძროხის რძე არ იქნება. კარაქი 250 გრამი, 2 ევრო და 99 ცენტი. რაც შეეხება მარგარიტს, ეს არის ევრო და 59 ცენტი. ხილის იოგურტი 69 ცენტი, ანუ ევროც კი არა. 1 კილო შაქარი 99 ცენტი. ჩვენ ამდენს ვიხდით, მოვედით მაკარონის სექციაში. ანუ 1 ევროც კი არ ღირს 77 ცენტი. ბრინჯი ევრო და 32 ცენტი. მეორე ევრო და 26. 3 ევრო და 49 ცენტი. აი ეს ბოთლი მაგალითად ღირს 65 ცენტი. ზესუმზირის ზეთი. აი ეს არის ზეითუნის ზეთი 3 ლიტრიანი და ღირს 11 ევრო და 75 ცენტი. როგორ გინდა ახლა გული არ გაგისკდეს, მოვედი ნაყინის შეკვრებთან, სადაც 3 ევრომდე ღირს, არა რა 3 ევრომდე, 2 ევრო და 29 ცენტი. 6 ნაყინიანი შეკვრა და 2 ევრო და 99 ცენტი 8 ნაყინიანი შეკვრა. კოკა-კოლას შეკვრა, სადაც არის 12 ცალი კილა, ღირს 5 ევრო და 40 ცენტი. ესეც ზეთის ხილი. მჟავე კიტრი, ბარდა, სოკო, ოცხობილების საკმაოდ დიდი არჩევანი. ფასებსაც ხედავთ. 2 ევროზე ზემოთ ფაქტობრივად არც ერთი ოცხობილა არაა. კბილეული სექცია.
€2.69. კიტკეტის შეკვრა €2.99 ასე. დიდად ლუდებში ვერ ვერყვევი, მაგრამ ვისაც გიყვართ, მინდა ფასები გითხრათ. აი ეს ბოთლი ღირს 50 ცენტი. იმ შემთხვევაში თუ მთელ შეკვრას აიღებთ, ეს ღირს 12 ცალიანია და ღირს €3. ეს უფრო ნაცნობი ლუდია, ესტრეია, ესპანური ლუდი. აი ეს მთელი შეკვრა ღირს €6 და შიგნით არის 12 ცალი. ჰაინეკენი €6 ასევე და ცალი ღირს 50 ცენტი. €7.74. 6 ბოთლი არის აი ამ შეკვრაში. არ ვიცი ეს ესპანურად აწერია. €3.72 ღირს აი ეს მთლიანი შეკვრა. ხორცპროდუქტების განყოფილება. ეს უკვე დროხის ხორცი. სტეიკი €7.59. Super კაცმის ხორცი. €5.01. მოვედით ბავშვთა ჰიგიენის სექციაში და ძველი ტრაუმები განმიახლდა. მახსოვს როგორ ვიტანჯებოდით ბავშვების პამპერსების ყოველდღიურად მზარდი ფასების გამო. აქ აი ეს პამპერსის ნაკრები, სადაც არის 72 ცალი პამპერსი, ღირს €13. დეოდორანტისა და ჰიგიენის სხვა საშუალებების ფასებს არ ვიმჩნევთ. ამჯერად თავისუფლება მივეცით და თავისუფლად ავიღეთ ბევრი ისეთი პროდუქტი, რასაც თბილისში ცეცხლის ფასი აქვს. აბა ვნახოთ რა თანხა გამივა საბოლოოდ ჩვენი ნავაჭრი. €81 და 31 ცენტი დაგვიჯდა აი ეს ყველაფერი. ზუსტად ვიცი თბილისში 3 ძვირის გადახდა მოგვიწევდა. მოვედი ტანსაცმლის მაღაზიაში და დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ვერ ვიტან შოპინგს. ძალიან მხლის ეს ამდენი ძებნა, მე რაღაცის პოვნა, ყიდვა, მე აღმოჩნდა რომ თურმე სხვა უფრო მოგწონს და ასე შემდეგ. შოპინგის მოყვარულებისთვის ეს არის ნამდვილი ოაზისი. რადგან ფასები არის მინიმალური და ხარისხი არის საკმაოდ კარგი. ბარსელონაში იმ დროს მოგვიწია ჩამოსვლა, როდესაც დაიწყო საზაფხულო ფასდაკლებები, თუმცა აქ ფასდაკლება ნამდვილად ფასდაკლებაა და არა ისეთი როგორც საქართველოში ვართ ხოლმე მიჩვეული, აი წინა კვირას ფასდაკლების წინა კვირას რომ აურმაგებენ ფასებს და შემდეგ ვითომ აკლებენ, ასეთი რაღაც აქ არ ხდება. საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის აქ არსებული ფასებიდან გამომდინარე არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, არც კვება, არც ჩაცმა. უბრალოდ მან შეიძლება ვერ შეძლოს ფუფუნება, ასე ვთქვათ. თორემ რაღაც ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას ევროპაში ადამიანი ყოველთვის მოახერხებს. ახლა ცოტას კიდევ გავისეირნოთ და ჩემს რამდენიმე დაკვირვებას გაგიზიარებთ. ბარსელონაში ჩემთვის ყველაზე მეტად თვალშისაცემი და შურის აღმძვრელი აღმოჩნდა ბევრი ბედნიერი ადამიანი ქუჩაში. აი ჩვენ ხომ ბავშვობიდან გვასწავლიან რომ ცხოვრება ტანჯვა, წამება, რომ უნდა გავუძლოთ და ჩვენც მართლაც ვიტანჯებით, წვალობთ, შრომობთ, ვუძლებთ. შესაბამისად ჩვენ ვარსებობთ, აქ ხალხი ცხოვრობს. აქ ადამიანები არიან ბედნიერები, მშვიდები, მხიარულები, ტკბებიან ყოველი წამით.
და მათ ამ ბედნიერების და სტაბილურობის განცდას ანიჭებთ ის გარემო, რა გარემოშიც ცხოვრობენ. ჩემი ქმარი არ არის ესპანეთის მოქალაქე, მას აქვს მუშაობის უფლება უბრალოდ. მაგრამ როდესაც მან სამსახური დაკარგა, სახელმწიფო მას რამდენიმე თვის მანძილზე უხდიდა რამდენიმე ასეულ ევროს, რომელიც მისი ცხოვრებისთვის აბსოლუტურად საკმარისი იყო და ასე ანიჭებდა მას სტაბილურობის განცდას და სიმშვიდეს, რომ წნარად მოეძებნა ახალი სამსახური. როდესაც მე დავკარგე სამსახური ჩემს ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც ვარ, ცხადია არც სახელმწიფოს გავხსენები ვარ და არც იმ კომპანიაში შეუწუხებია დიდად თავი, სადაც მუშაობდი. ასე რომ მე მიჩნდება განცდა, რომ მე ჩემი ქვეყნისთვის გაცილებით ნაკლები ღირებულება მაქვს, ვიდრე ჩემს ქმარს ესპანეთისთვის, რომლის მოქალაქეც ის არ არის. და ეს არის ძალიან სამწუხარო. ევროპულ ქალაქებში და რა თქმა უნდა მათ შორის ბარსელონაში თვალში მოხვდებათ ქუჩაში მოსეირნე ხელჩაკიდებული მოხუცები. აქ ადამიანები ბერდებიან ისე, რომ არ კარგავენ საკუთარ სოციალურ როლს, არ იკეტებიან სახლებში და თავს გრძნობენ შვიდად, ბედნიერად და ისინი ერთად არ გრძნობენ თავს ოჯახის წევრების მიმართ. მათ სახელმწიფო აძლევთ იმის საშუალებას, რომ უკვე სიბერეში მოიმკან ის, რაც მთელი ცხოვრებით დათესეს, ასე ვთქვათ. საკუთარი პენსია მათ აძლევთ იმის შესაძლებლობას, იმოგზაურონ, იშოპინგონ, იარონ. აქ შეზღუდული შესაძლებლობებით კი არის ძალიან პირობითი, რადგან მთლიანად მთელი ქალაქი არის ადაპტირებული. ბევრჯერ დამინახავს აქ ყაიტილში მყოფი ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად გადაადგილდება და შეუძლია აბსოლუტურად ყველა სივრცეში შევიდეს, ყველაფერი გააკეთოს საკუთარი თავისთვის ისე, რომ სხვისი დახმარება არ დასჭირდეს. დღეს ჩვენი ამ ქალაქში ყოფნის ბოლო დღეა, ამიტომ ვცდილობ ის ყველაფერი ვნახო, რაც აქამდე ვერ მოვასწარი. გამოვედი ბარსელონის ქუჩებში სახეტიალოდ, მარტო ბავშვების გარეშე. ამას ერთი პრაგმატული მიზეზი აქვს. მე მაქვს არაჩვეულებრივი უნარი, სრულიად ისეთ მტკივნეულო, უწყინარ ადგილზე დავიკარგო. აი მაგალითად მე მოვახერხე და ქუთაისში თეთრხიდან დავიკარგე. ვინც ქუთაისი იცის, თეთრხიდან არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი დაკარგვა, მაგრამ მე მოვახერხე. შესაბამისად, როცა ბავშვები გახლავს და თან იკარგები, შემდეგ ისინი წუწუნებენ, არ მოსწონთ ერთი ავტობუსთან მეორე ავტობუსში გადაჯდომა, ფეხით ბევრი ხეტიალი და ასე რომ მარტო და შემიძლია სადაც მინდა იქ დავიკარგო. ძალიან არ მინდა იფიქროთ, რომ დავდივარ ბარსელონის ქუჩებში, ვარდისფერი სათვალე მაქვს მორგებული და რაღაც ხბოს აღყინებით ვათვალიერებ მეგრულ ყველაფერს და ყველაფერი მომწონს. ცხადია ეს ასე არ არის, არის საკმაოდ სერიოზული პრობლემები. აქაც არიან უსახლკაროები, ესპანელების ძალიან დიდი ნაწილი საკმაოდ ეკონომიურად ცხოვრობს. რაღაც პატარა ინციდენტი მოგვიხდა და კლინიკაში მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ მინიმუმ საათნახევარი უნდა დავლოდებოდით ექიმს. კლინიკაში არის მედპერსონალის სერიოზული დეფიციტი. მოკლედ, ისევე როგორც ყველგან, აქაც პრობლემები არის. თუმცა, ხაზგასმით ყველგან იგრძნობა, რომ ადამიანი არის მთავარი ღირებულება და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ ეზარება შრომა, ძალიან უპრობლემოდ მოახდენს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და შეუძლია მშვიდად იყოს, რომ საკუთარი ოჯახი ეყოლება დაცული და რომ ამ ოჯახს მინიმუმით მაინც თავისუფლად უზრუნველყოფს. ულამაზესი ვიწრო ქუჩები. დაახლოებით ერთი თვეა ბარსელონაში ვარ და ყველგან საქართველო დამყვება. მაგალითად, გუშინ შევედი ბარსელონეტაზე ერთ-ერთ პატარა სკვერში და გუდიაშვილის მოედანი გამახსენდა. წავედი ქალაქის მთავარ ქუჩაზე ლარამბლაზე სასეირნოდ და ლარამბლას გადამკვეთმა ერთ-ერთმა ქუჩამ მარჯანიშვილი გამახსენა. გავედით ქალაქგარეთ ვილანოვასკენ და იქაურმა მთაგორიანმა რელიეფმა ლეჩხუმია მომიტივტივა. მოკლედ, ევროპა ძალიან კარგია, ფანტასტიკურია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბედნიერი მხოლოდ საქართველოში ვიქნები. ზუსტად ამიტომ მინდა ევროპა საქართველოში. სანამ ბარსელონას საბოლოოდ დავემშვიდობებით, პლაჟზე გასვლა კიდევ ერთხელ ბოლოჯერ გადავწყვიტეთ. დღის ბოლოს ზღვის სანაპირო ძალიან ლამაზი მეჩვენება. მზის ჩასვლისას ყველაფერი მშვიდია. ტყუპებიც კი უცნაურად წნარად იქცევიან. ღმერთმა იცის ამ სანაპიროს კიდევ როდის ვნახავ.
თუმცა სევდასთან ერთად სიხარულსაც ვგრძნობ. სახლში ვბრუნდებით. ჩვენი ესპანური არდადეგები დასრულდა, ჩვენ უკვე აეროპორტში ვართ, დაახლოებით საათნახევარი დარჩა ფრენამდე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ბოლო ფრენა არ იქნება ჩვენთვის. ასე რომ ვემშვიდობებით ესპანეთს და ბოლო გამოსამშვიდობებელ სელფისებს გადავიღებთ. Adiós! Adiós! ამ ეპიზოდის ბოლო კადრი წესით ეს სელფი უნდა ყოფილიყო. სანამ სანდრო ადირდებოდა. მამასთან დამშვიდობება ყველაზე მეტად მას გაუჭირდა. მიდი აკოცე მამას. ვერაფერს ვიზავთ. სახლში დაბრუნების დროა. სანდრო, მოდი. აი ამის ატანებ უწევს ემიგრანტების ოჯახის წევრებს.